წყალზე გადასახადის მატებას კი პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ. ლეიბორისტები და ქრისტიან-დემოკრატები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. წყლის საფასური კომპანია Georgian Water and Power-ის მოთხოვნით სემეკმა გააძვირა და ახლა ყოველ ოჯახს ერთ სულზე 2 ლარისა და 40 თეთრის ნაცვლად 3 ლარისა და 15 თეთრის გადახდა მოუწევს. რატომ მიიჩნევენ ოპოზიციაში ახალი ტარიფის დაწესებას უსამართლო გადაწყვეტილება და რატომ დასრულდა თბილისის მერის მცდელობა უშედეგოდ ხელი შეეშალა გაძვირებისთვის? შორენა ხვიჩი არკვევდა. 13 ლარის მოგვიწევს და 960 ვიხდიდი და ლილიკო ჭლამაზაშვილის 4 წევრიან ოჯახს წყალი რომ უწყვეტად მიეწოდებოდეს, სემეკის გადაწყვეტილების მიხედვით ყოველთვიურად 13 ლარისა და 60 თეთრის გადახდა მოუწევს. ოჯახის უხუცესი ამბობს, რომ თითოეულ სულზე წყლის საფასური 75 თეთრით გაძვირდა, რაც ოჯახის ბიუჯეტისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. 81 წლის ქალბატონს ისიც აწუხებს, რომ თუ კი ოჯახი წყლის გაზრდილი საფასურის გადახდას ვერ შეძლებს, მას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის გაეთიშება. შეერი მწყურვალი ხალხი რა დღეშია ბარემ ადგილ დახოცონ რა აქ წყალი გააძვირეს იქ დენი გააძვირეს რეებს არ აკეთებენ და მალე ჰაერსაც გაყიდიან ტარიფი რო გააძვირეს მინერალები გაიზრდება წყალში და ჩვეულებრივი წყლის მაგიერ ბორჯომი წამოა ჩვენ განებში თუ ნაბეხლავი წამოა. სემეკის გადაწყვეტილების გაპროტესტებას ლეიბორისტები სასამართლოში აპირებენ. გიორგი გუგავა ამბობს, რომ პარტია საჭირო დოკუმენტაციას აგროვებს და სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან სასამართლოს მიმართავს. ლეიბორისტებს მიაჩნიათ, რომ წყლის საფასური სემეკმა არაარგუმენტირებულად გაზარდა. გიორგი გუგავას თქმით, პარტიას უკვე მომზადებული აქვს რამდენიმე საკითხი, რომელზეც სასამართლო დავისას ყურადღებას გაამახვილებს. საქართველოში წყალი გაანგარიშებული არის ერთსულ მოსახლეზე, რომ თითქოს და ჩვენ გამოგვება ლაყუჩები, ვიქეცით დელფინება და 800 ლიტრ წყალს მოვიხმართ დღე-ღამეში. როდესაც საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი არის 150-200 ლიტრი. მალე სასამართლოს მიმართავენ ქრისტიან-დემოკრატებიც. ლეიბორისტებისგან განსხვავებით, რომლებიც სამართლის ძებნას ქვეყნის შიგნით აპირებენ, ქრისტიან-დემოკრატების არჩილს კანადის სასამართლოში შეიტანენ. ეს სასამართლო ენერგეტიკულ დავას განიხილავს. ზაზა გაბუნია ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ყველა პოლიტიკურ მექანიზმს გამოიყენებენ და უფრო დიდი რეზონანსისთვის ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ. ეჭვმეპარება გიგი უგულავას ქონოდა ესეთი ხმალამოღებული მცდელობა იმისა, რომ საკუთარს მიიღწია ამ საკითხთან დაკავშირებით. ზაზა გაბუნია გიგი უგულავას იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც მან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღეს თბილისის მერიაში კომენტარი აღარ გაუკეთებიათ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ნიკა გილაურთან საუბრის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მცდელობის მიუხედავად სემეკმა მოსახლეობას წყლის საფასური მაინც გაუძვირა. მერთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა Water and Power-ის წარმომადგენელიც, რომელმაც გაძვირების მიზეზად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დაასახელა. ნებისმიერი გაძვირება რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას და წყალი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წყლის მომარაგება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმეა თითოეული თბილისელისთვის, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი მინიმალურად შეეხოს სოციალურად დაუცველ ჩვენს მოსახლეობას. სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ტარიფის გაძვირება მხოლოდ იმ ოჯახებს არ შეეხებათ, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გადასახადის ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. სემეკის მიერ მიღებული ახალი ტარიფი ძალაში უკვე 1 დეკემბრიდან შევა და მომავალი 5 წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება.